ჭიათურაში მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის ყოფილი მოსწავლის გიორგი ხუბულურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილე ვაჟებს შორის ერთი გოგონაც იყო. გიორგი ხუბულური სწავლობდა აქ და იყო მაგიდის ჩოგბურთელი. ამ სკოლაში სწავლობდა და თავისი ასაკის ბავშვებში ტარდება ეს ტურნირი, რომ ჩვენი გიორგი გავაცოცხლოთ დღეს დაბადების დღე აქვს და ამის მიძღვნილი ტურნირი ტარდება. არის დაწესებული თასი პირველი ადგილისთვის, პრიზები, დიპლომები, მედლები გადაეცემა ბავშვებს. ტურნირს, რომელიც გიორგი ხუბულურის დაბადების დღეს მის სკოლაში მოეწყო, გიორგის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. პირველ რიგში მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის ყოველმოდებაძეს, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ შეჯიბრებას, ასევე ჭიათურის სპორტ კომიტეტს ამ შეჯიბრების მოწყობისათვის და ეს შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ჩემი ძმის სახელი ამით ყოველწლიურად ჩატარდება ეს შეჯიბრება და ჩემი ძმის სახელი ასე ვთქვათ ყოველდღე არ დაივიწყებს ქალაქი და გავიხსენეთ ჩემი ძმას ყოველ წლის 6 მაისს. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე დავით კავთელაძე და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ჩუბინიძე. დავით კავთელაძე მოწინააღმდეგეს დამარცხება შეძლო და ტურნირის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. გიორგი ხუბულურის კლასელი ვიყავი, რომელიც გარდაიცვალა და დღეს ჩატარდა იმ სახეობის ტურნირი, რომელიც დღეს კარგად ტარდება. ნახოთ შედეგები რა იქნება. გიორგი ხუბულურის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ჩუბინიძე გავიდა. მესამე ადგილი მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი მოდებაძემ დაიკავა. ვსწავლობ პირველ სკოლაში დღეს არის ხუბულურის ხსოვნის მიმართ შეჯიბრი და ვღებულობ მონაწილეობას თან აქ ვარჯიშობ ამ ლიცეუმში ტენისზე. ტურნირის გამარჯვებულს მედალი და გარდამავალი თასი ჭიათურის 27 კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორმა ბადრი ვაშაძემ გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასული მონაწილეები მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ჭიათურის 27 კომპლექსური სპორტული სკოლის დიპლომი ტურნირის ყველა მონაწილემ მიიღო. გიორგი ხუბულურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი პირველად მოეწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირი ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიურად გიორგის დაბადების დღეს გაიმართება.